კიდია მიშა. უჩემოთ არაფერი არ უფრო სწრაფად გამოგვივა მიშა. გაცილებით სწრაფად და ამდენი ხანიც გამოგვივიდო და შენ რომ აოხრებელი გზირი არ ყოფილიყავი. დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში ახალი ძალით განახლდა. ამჯერად კამათისა და განხილვის მორიგის საგანი თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება გახდა. ალიანსში ნაციონალური მოძრაობის ყოფნა არ ყოფნის საკითხზე დღეს აქტიურად საუბრობენ როგორც ოპოზიციურ სპექტრში, ისე მმართველ გუნდშიც. ოპოზიციური ალიანსის წევრების ნაწილი ამტკიცებენ, რომ ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ ხდება და პოლიტიკური პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ თუ ნაციონალურ მოძრაობას სურს, რომ ალიანსი სრულფასოვანი წევრი იყოს, უნდა იმუშაოს ისე, როგორც სხვა პარტიები მუშაობენ. კოლეგების პასუხად ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ კონკრეტული მიზნები აქვთ და მათზე მუდმივი თავდასხმა ალიანსში არასაქმიან გარემოს ქმნის. არანაირი დაპირისპირება ალიანსში არ არსებობს. ფიზიკურად ვერ მოხდება ალიანსში დაპირისპირება, იმიტომ რომ იკრძალება ჩვენი წესებით. ჩვეულებრივ. ოღონდ იქ ნაცები არ არის. ანი წითლიძე და მისი ბელადი დადიან იმ სიმართლით, რომ ნაცები ჩვეულებრივად არიან ალიანსში და აგრძელებენ მუშაობას. ბოლო 2 თვეა ნაცები არც ერთ შეხვედრაზე არ ყოფილან. ჩვენი სურვილია, რომ დოკუმენტზე შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები ერთად მუშაობდეთ და გეგმავდეთ მობილიზების მეორე ეტაპს, მობილიზების კამპანიის მეორე ეტაპს. ეს არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ვინც იქნება ჩართული, იქნება ალიანსის წევრი, ვინც არ იქნება ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში და წინააღმდეგობაში, ის ვერ იქნება ალიანსის წევრი. ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, საკითხი, რაზეც ყველა ვართ შეთანხმებული. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ტაქტიკური მიზეზები, რის გამოც ალიანსში ვართ. ეს არის პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ვართ პროტესტში, ისევე როგორც სხვა პარტიები. მეორე ის, რომ რა თქმა უნდა, დე-ფაქტო აცხადებთ ივანიშვილის ხელისუფლებას და არ თანამშრომლობთ და ამ მხრივ გვაქვს ერთიანი მიდგომა. და მესამე თუნდაც საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრის დროს გვაქვს ერთიანი მეტნაკლებად დღესასწაული და შეთანხმებული ვართ ისეთ მნიშვნელოვან რაღაცებზე, როგორც არის თუნდაც საარჩევნო ცვლილებები. სამწუხარო ზოგიერთი ძალიან ბევრი სამწუხარო პიროვნულ ამ რაღაც ემოციებს, ეგოებს ვერ ახდება, ვერ ღალატობს და ახორციელებს გულწრფელ თავდასხმას ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე. ეს ძალიან არასაქმიანი გარემოს ქმნის ალიანსში, ამიტომაც არის შეფერხებული ფაქტობრივად ალიანსის საქმიანობა. თუმცა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს მიხეილ სააკაშვილი. როგორც მესამე პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარტიის განახლების მთავარი ამოცანაა პირველადი სახალხო ორგანიზაციის სახის დაბრუნება. პარტია უნდა გაიხსნას ახალი ხალხისთვის. ამიტომ აპირებენ ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი. როგორც სააკაშვილი წერს, ნანუკა ჟორჟოლიანს იდეისთვის არასდროს უღალატია, ამიტომ სააკაშვილის სრული ნდობა აქვს. მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის განახლების მთავარი ამოცანაა დავიბრუნოთ პირველადი ღრმად სახალხო ორგანიზაციის სახე. ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ ყველა ქართველის, როგორც ეთნიკური, ასევე ყველა სხვა საქართველოს მოქალაქის გაერთიანება და არა ვიწრო ელიტარული დაჯგუფება. ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი. პირადად მე ნანუკას 25 წელია ვიცნობ. მას არასდროს უღალატია იდეისთვის. ყოველთვის გამოირჩეოდა სახალხოობით და სიმართლისთვის ბრძოლით, უკიდურესი სიმამაცითა და ინოვაციურობით. აქვს დიდი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და გარეთ და რაც მნიშვნელოვანია, აქვს ძალიან სწორი იდეები ფუნდამენტური განახლებისთვის. ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი. მმართველი გუნდის ოპონენტების იმ ნაწილისთვის, რომელიც ალიანსში არ არის გაერთიანებული, მოულოდნელი არ აღმოჩნდა მიმდინარე პროცესები. საკითხზე პოზიციას არ აფიქსირებს ლელო ძლიერი საქართველო, ხოლო პარტია გახარია საქართველოსთვის, რომლებიც თავიდანვე არ შევიდნენ ამ გაერთიანებაში, აცხადებენ, რომ ალიანსში შემავალი პარტიები მუდმივად ჩხუბსა და შერიგებაში არიან. რაც მოძრაობა ხან იჭუბებს, ხან შერიგდება, მე ისევ იჭუბებს, მე ისევ შერიგდება. ამ ხალხს ყოველს ერთმანეთისთვის დაძახებული აქვს, რომ არიან მოღალატეები და გაყიდულები, ხო? ამაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ კითხოთ ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ქართულ ოცნები ძალიან კარგად იცის, როგორ ეხმარებოდნენ 2018 წლის შემდეგ ნაცები არჩევნებში და ეს კიდევ უფრო ცნობილი გახდება მომავალში, უფრო მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით. ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებას მმართველი გუნდიც ეხმაურება. მათი შეფასებით ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, იმაზე უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდა ქვეყანას, ვიდრე ეს 2010-2012 წლებში გააკეთეს. ხელისუფლების წარმომადგენლები დაუფარავად ამბობენ, რომ მათ ახარებს ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ალიანსი იმყოფება. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც კი ვერ იგდებიან, მათი განმოსახედიდან მომასულიყვნენ ხელისუფლებაში.
სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს. ეს იქნებოდა უბედურება, ჩვეულებრივი უბედურება ასეთი ხალხის მთავრობა, თეორიულადაც კი არ მინდა ამის წარმატება. მე ამის ვთქვი, რომ ისემ უქმნიათ დაუჭამიათ ერთმანეთთო და აი დაიწყეს კიდევაც შესრულება იმ და ერთმანეთის დაჭმა, ასე რომ უყუროთ სხვა ეს ამითი მაინც პატარა სიამოვნება მივიღოთ, რასაც ისინი უკეთებდნენ საკუთარ ქვეყანას, ეხლა ერთმანეთის მიმართ ზუსტად იგივეს აკეთებენ. ის გარე ძალები, რომელიც აი ამ ხალხს ყველას აორგანიზებს, იმდენად გონიერები არ არიან და იმდენად ვერ თვლიან რაღაც საკითხებს, რომ აი ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან. რაც ცვლილებებს მოიტანს ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის მიერ დაანონსებული სახალხოობა და დატოვებს თუ არა პარტია ალიანსს. კითხვები ჯერ პასუხგაუცემელია, უკვე რამდენიმე კვირაა განცხადებებით ომი გრძელდება და ბოლო არ უჩანს.